სახელმწიფო მამისებდა და დისასოციაციას მისებდა. ილოცავთ რომ დღეს იგი ცხედარჯვრის გამოცხადების დღე და უთეს კუთხევით მომზადდა თავის დღეს ბიდი, ჯვარი და ხელით აიტანეს თბილისიდან ცხედარში და ჯვარზე გამაგდა დღეს იქ არის დაბრძანებული ის ჯვარი. ანუ ჯვარის პირველი ერია და მართებულია რომ დღესაც და კომისა და ჯვარის პირველი იყოს. ესე განაგო უფალმა რომ არ ნახულათა მრავალნაირი ყველა მხრიდან მტერი მოდიოდა მონაცეოდ ხან ერთი ხან მეორე ხან მესამე და დროს სიცოცხლის ცხოვრების და სიცოცხლის საშუალებას არ გაძევდა. ინადგურებდა ქვეყანას, შენ ათესებს, შენ ენერგიებს, ოჯახებს, სახლებს, ტაძრებს და რაიმე თავმოხდებოდა ისე ქართველი ერის ემპანისა. ამიტომ ალგეთის პირას ვარ ჩვენ და ალგეთის პირის წინაჯერეს არ ამიტომ აი ესე გარშემოუგდეს ეს დინარე და პირდაპირ სამკუთხედად შეჭრილია დინარე და ამიტომ ხალხმა შექმნა ხო კალთა დაიძებენ ალგეთს ეკონი მგლისანია ისე არ მოგდებიან არჭამა უგურა ტრისანია ხო ესეთი მაგრამ ჟავრით ისე რატო იმათ ქვეყანას გადაეცხადა აქ მომსოს მომხდობს ებრძოდნენ და აქედან გავაგდებდნენ მე ამერ თავს უდადებ შექმნაში ასე დრობის და სიძულვის გამო არა მშვიდობის დაცვისათვის ოჯახების დაცვისათვის ქვეყნის დაცვისათვის ამიტომ ხდებოდა იმიტომ ეს მისია ქართველი არის რომ უცხოოდ უფრო მეტის კიდე გაუკვეთს თავისიანს ერთმანეთში ხო ქონდათ ქისპავა როლა მაგრამ განსასწრებელ ჟანრს ერთიანდებოდა და ეს საოცარი მადლი ღვთისა რომ მოქმედებს რომ მერე ბოლოს მაინც აერთიანებს ისე მშვიდობას ამყარებს ის აღორძინება ხდება და ჩვენ ვთქვათ აი აქ მოშვით ეს განვიცადეთ ეს ერთობა და დღეს სიხარული იგი ჩემი სტუდენტობის სემინარიაში მე რექტორი ვიყავი და ეხლა თაობის მაშინ მამა გიორგია რამდენიმე ქუთაისში არის ხო ამა ლუკატი თორი შეკენ ნაზარი ხო და ერთი გარდაიცვალა და ეს შეგვიძლია ჩვენ ასე გამებით რუსთავიდან ქუთაისიდან თბილისიდან ნუ შეთბილისში ხარ და გამაგრიბული ეხლა ამჯერად ის ესეთი ესეთი თქო ფუტკარშო ყველა ავიდანო ნექტარს იღებსო და ერთ კაში მოაქვს ეს კა ეკლესია და ფუტკრების სოლის მოწუნე ადამიანები უმეტ ამ ცხოვრების ზარზე მადლსაც მოიხუჭა ისე კრიბავებს აქვს ღვთისაგან მოსულს ღვთის შეძიდა უფრო შეძიდა ხოლმე აი პირველი სკებით ვთქვათ მამა გრიგოლმა მოჩუქა მამა გიორგი მანამდე ჩვენ პარტიზან გუმბათში ვიყავით და გვატინდა ფრიქციოდა პაპანაკი მოიყო მაშინ ჩვენ გოჩი იძგა და მრავალი ამიდან გარდაიცვალა გავიდა მსოფლიდან ასინა დესანტნიკი იყო ერთი სულით დესანტნიკი თორე ეს დესანტნიკი იღანაც ვახშენთ რომ აქ ეს ბარძიმთან გაზიარებთ ესე იგი მომიტანა ზევიდან აწენ ხალხი უშავდა ფეხი არ ქონდა და ეკლესიის გრევის დროს ამ ბოშენდოს ვიდას სტაილური სახში ძარცობდნენ ეკლესიას ანგრევდნენ ძარცობდნენ და აი ეს სახში ქონდა და მაგრამ წარწერებით მისცა ბარძიმის ნაწილია ფეხი არ ქონდა აი მოიტანა კომენტარიო ინახეს ხოთ სახელოსნო ქონდა და ფეხი გაუგეთა მე ხა მოიტანა მარტო ფეხი და ზეიდან ფეხი ხო იგა ფეხული გავაკეთე სახელოსნოს მიეცეთ ეს ქრისტოფორსელი იყო გაუკეთა ეს თავი და ეხლა აი
ის გაძარცული ვარჯიმის ნაწილი და ფეშურის ნაწილი შეერთენ ერთად და ესაც არის და ახალი დაემატა. აი ეს სიცოცხლე არის ღვთის მადლით ქვეყანაზე. თუმცა აერთიანებს და ანგრეულს წერს ერთად. ეხლა თუნდაც კარგად იციან უკვე ხა ალბათ მოაბეზე კიდევ მოყოლ მაგრამ ეხლა ჩემი დიდი ბაბუის მამა რო გაბრიელ ეპისკოპოსის წმინდანის დიდი დელთავრის მიერ იყო მიწეული ახალციხიდან გადაყვანილი უბრალოდ ქუთაისში რომ სემინარი უნდა გაიხსნა და ხედავდა მაშინ ორგანიზ ლიტის ხონე და განათლებული ადამიანის ციგნიერს და დაიხმარა. ეხლა ოჯახი ჩავიდა იქ და დეკანოსი იყო და იქ ბაგრატზე მაშინ აგრეული იყო და პატარა ბაზი იყო აშენებული და წინამძღვარი იყო და ინსპექტორი სემინარისა და მისი შვილი დეკანოზი იონი, ის გიორგი იონე. ის სოფორის პირველი შაფერა წინამძღვარი იყო. ეხლა გავიდა და მე როცა სემინარი აიწყო ყველაფერი ამ დეკანოზი გიორგი დაბრუნდა ის ახალციხეში და შვილი დარჩა იქ სოფორის წინამძღვარია და ხოლმე დატოვებდა მხელოდ და ელი გარდაიცვალა და დედამისიც იქ გარდაიცვალა მახვილოდის მარინა მახვილაძე და ნუ დაამრი სოფორო ყველაფერი იქ აიყარე ქვები და გადაყარეს სადაც გაქრა ანუ სოფორო არ არის ასახლავის ქვები არაფერი აღარ არის ეხლა სამი ღვთისი იყო მირეკალკაცი იქავიდა ისე ამ ნაკვეთზე რაღაცა მე აშენება მიდოდა ქვები დაყრილი ვარ და ნახეო ეს ქვაზე ეწერა დეკანოზი იონე შენი ამ რუსულ ყაიდას გადაგერე გამეგელობი რამე ყოველ შენია უბრალოდ ქართულად დაწერა მე უთხარი ჩემ დიდი ბაბუის ძმა არის მეთქი რასა და გვერდითო შაშაფარის ხარიო მარინა მახვილაძე დეკანოზ გიორგის მეუღლე. ნუ დედაშვილი ერთად ყოფილა. აი ამ ქაოსი. ეს დედაშვილობა დაიქარგა. ეს იგი გამგება მეთქი რომ მე რო არ ყოფილიყო იქ დელთავრად. სხვა იქნებოდა ნუ ვიღა გამეკელობი რუსი რა ვიცი და აშენებდა სამ ბალავერს ჩადებდა სადაც კედელში და მოიყენებდა ქვარი ხა იყო მე მარშალა იყო და ხან ჩემი გვარი იყო ჩვენთან მოგზაურობდა და დღეს იქ სადაც სოფორო იყო იქ ახლა ტაძარი აშენდა იქ ტაძრის ეზოში დავარსეთ ეს ქვები ნუ სული უფალმაის სხეულსად არის დავშვედი მიტაში და მაგრამ ხსოვნამათი და შეხება იმ საფლავთან ხო ქონდა ქვებს ისინი მაინც აქ არის აი აქაც როგორ იკრიბება ყველაფერი და სულ მაგას ხედავ ხოლმე რომ ღვთის მადლი როგორ აერთიანებს ეს ქვეყანა ანგრევს შვილის ამ ტრობას თესავს უფალი აერთიანებს ამშვიდებს და ეთანკრებას ყველას აგერ ზარაგერ არის მოწმე შენ მეგობარმა რომ იმ მოედნიდან 4 ქარო წამოიღო ეს კი კერპის ლენი და ანგრი ჩამოავლეს და ისევ დატაცება ხალხი და ეს გერა ვინა ქვას წაიღებდა კაცო და 4 დიდი ქვა და სახში წაიღო და მე აღარ საუბრობდი წარუმტი წაიღო მაგრამ უკვე საიცის და ზაროთო მე ვიცი სადაც და ეკმოდო და დახედე რა თქვა ტადაშო ავაშენეთ მეთქი იქ საკუთრ ტრაპეზთან მეთქი რატო ხო ყველაფერი ღვთისშექმნილი არის ბუნება მთელი სამყარო მთელი კოსმოსი და ორი ეს ქვაც ხო ღვთისგან არის მაგრამ ფეხით ხონდა იმ კერპს არ ეკუთოდა ამიტომ ჩამოვლეს კერპი უფალს ეკუთვნის უფლის ფეხით იყოს და თინდა ტრაპეზ გარშემო ეს 4 ქვა ზუსტად მოერგვა აი ზომებში პირდაპირ 4 ასე ერთმანეთსა და სულ თავსებენ აი ხო სასწაული აი ხო ნაბიჯზე სასწაული ხდება ეს ღვთის სასწაული ხდება ხო ამას ვერ მოიგონებ ეს მოიფიქრებ არც ელოდები მაგრამ ეს ხდება და მადლობას ვიხდეთ აი ეხლა გახარებთ დღეს 30 წლის თავია ჩვენი აქ დამკვიდრების თუ გახსოვთ პირველი ვინც ეყავი თოხი ბარი არ ქონდა წელი არ ქონდა ჩაკუში ურო არაფერი ქონდა
მაგინე არ ქონდა, სკამი არ ქონდა, დანჩანგალი არაფერი არ ქონდა. ქონდა მარტო რა პატერის კუთხევა იყო რომ ამ გაჭირვის წლებში მოძღვრებმა მრევთან აიღეთ მიწები დაამუშავეთ და მიწა გარჩევდნენ. მოდა გავიგეთ რომ რაღაცა არის მიწები, ყოფილი საგარეო მიწები, მაგრამ მიტოვებულია, არავის არ უნდა და ჩამოვედით. ერთი სახლი იყო, რომ სახლი დახით. არ დამთავრებული ფინური სახლი რომ გადაიცა არ ქონდა, აფშიკას ოეძახიან. ფანი რა იყო და ისეთ უკვე გამომპალდი და ხელს გაყოფდი გარეთ წიმს თუ არ წიმს გაიგებდი. ქარი უღერას თუ არა. მინები ჩამდე უყურებდი და იქ დავშახდით რომ ხალხი. მაგრამ მე აგერ უფალმა გამოგიჩინა სახლი. ვინც სახლიც გამოგიჩინა, ეს არქიმანდრიტი ამერიკაში. მაშინ ერისკაცი იყო. გოგის ხო ის? ხარაძეს. ხო და ეს არქიმანდრიტი ჩამოდის ხოლმე და უხარია იმასაც რომ და შემოწირა ისე რწმენით შემოწირა, ხო? უნდა და ოჯახით უკვე ყველაფერი დაიშალა, სამსახური, სამინისტრო, ყველაფერი დაიშალა. და რაღაც უნდა ველოდოთ და ეს ერთი რამ დავჭა ქონებოდა, იგივე ფული მიშოვრო წავიდეთ ამერიკაში. და ჩვენ მზესუმზე დავთესეთ მაშინ. პირველად და ეხლა გახარებულად ერთი 30 ჰექტარზე. ერთი 20 ტონას მაინც ავიღებთ და გვეშველება და ეხლა მოვიდა მეუბნება ეს და ჭირდება ფული, მე ხეიცი რა ეხლა დაზაფხულია, ეხლა ხან დავთესეთ ზესუმზე და სადაც მაისი იყო. და შემოდგომზავით მოსავალს მეთქი და უკვე სახლი უკვე იზარცებოდა მაგისი. სახურებად დაგებული, იატაკი აღებული, ზოგი კარპანჯარი დაგებული იყო, ვისაც არ უნდა ეგრეა ხო, პალპატონ რჩება. თა ჩვენ შემოდგომოდა ველოდოთ მეთქი, ჩვენ შენ გამსახურე არაფერი არ დარჩეს მეთქი და თუ გვენდობდი, შევალთ, აღვადგენთ სახურებას, იატაკს, ყველაფერს და სახელთ ვაქცევით. და შემოდგომით მოსავალს აღეთ მეთქი და ავისტუმრებთ. გვენდო შევედით. ორი კვირის შემდეგ მოდის და დასწრას მაგას ერთიანი დოკუმენტაცია ამ სახლისო თქვენი იყოს. ესე იგი ისიც სიტყვა მითხარი რომ ამას თუ გადამირჩენთო მთელი სიმ სახსრებად ქონდა ამ სახლს შეწირეო. ისინი თვითონ სიცოცხლე მაჩუქეთო და თქვენი იყოს ესო ჩუქეთო. გაიგოთ? ეხლა ამერიკის დასვა გამოერიცხა. ფული არ აქვს. ერთი 10 წლის შემდეგ მოდის და აი უფალი არისო. გრინ კარტი მოვიგეთ. მთელი ოჯახი მივდივართ. დედა პენსიონერი ეს საათებინა გამოყოს. მაგასაც გამოყოს. შვილო სამსახური ნახა. ქალი შვილო თავის ოჯახს სამსახური. იმათ თავის სახლებია. და თვითონ მე ბოლოს იყო ქართული თემის წარმომადგენელი, ხელმძღვანელია თქო. თემა მიიღო ეს ავტორიტეტად და ეხლა არქიმანდრიტია სან-ფრანცისკოში. ხო. აი როგორ ესე იგი უფალმა შეიძლება და თვითონ მოყვა რომ პირველად მეტი ურიწმუნეო. ეს საფი ხო აღაშენა თავისი და იქ ეზოში რაღაცა გათიბა. გამხმარი ბალახი ყოსად აგვისტო პაპანაკებო და დაყარა. ხო და რაღაციფერე როგორია ქარისე და დაუყიდეთ ეს. დაუპირო ქარმა ეს დაიღო მეზობლის ეზოში. იქაც ბალახი მომდა. ეხლა იმას რა გათიბავს. ეხლა იმის სახზე დაიწო, ჩემს აღარჩივია რომ და რა ვქნა, აი უსუსული და დავემხეო მუხლებზე და მამა უჩვენო ვიცოდი მარტო და ქიოლოცო. ეხლა ქარმა დაუპირო მეორე მხარეს. ჩააქრო ქარმა ეს. აი ეს ცოცხლად ხდება ესეთი რაღაცა რომ აი ჩემი ერთი ლოცვა უფალმა შეეცია არის ღმერთი ცოცხალი იყოს. შეესმინა. და ქარმა თუ დაუპირო ჩააქრო ეს ცოცხალი. მეშულა და მაშინ ვერწმუნებდა თქვენ რომ მოხვედითო ესეც ჩემთვის ნიშანი იყო რომ აი უფალმა ისინი აქ მოიყვანაო. და აი ესე ჩვენ ერთობით ვარ დღესაც სადაც ისეთ რობის და აი საოცრება ხე ყოველ ნაბიჯზე ხდება ამ საოცრებას ხო. ხო. პატექრო ბზანდებოდა ჩვენ ხო იცით. სასწაული ხო. ხიდი არ იყო, გზა არ იყო და მოიდომა გენა თან ჩავიდეთ ნახოთ რა ხდება იქ, რა ხდება. ნუ ბევრს ხმაურობენ ესე იგი
მამა გიორგი და მისი მრევლია მაშინ გიორგი და ნახოთ დაგლოცა ბოლოში გოგის ახლე აივანზე გაიმართა უკვე და მაშინ აქ არაფერი არ იყო აი გორაზე მე თქვი და მონასტერი ავაშენებდა და ხო კარგი ადგილია აქ შრომაც შეიძლება დასემ შეიძლება და ლოცით მოღვაწეობის პირობებიც არის და დაგლოცა და შრომოთ ვაშენ და ცოტა ლოცოთ კიდევ ნელ-ნელა ვიზრდებით ქრისტიანობას და აი დღეს არის 30 წელიწადი ამ დღეს და აი როგორ შეკრიბა ჩვენ სულად მოულოდნელი იყო ხო ну მეგონა შარშან თორე ნაკლები იყო ხო ეხა ხო სამსახური ყველას აქვს ну ყოველთვის ბევრს აქვს და არ უნდა გაცდენა და ალბათ ვერ მოვლენ მეთქი რომ შარშან უკვე ну ცოტაინება რომ ეხა უცა 150 მომოს ყარი და 70 მომო უკვე ჩანს რომ ნაკლები და არავის არ შემიწყობინები არაფერი ну როგორც ის მოვიდა თქვენ თუ შემოიგდეთ თქვენ თუ მოიგდეთ გახსოვდა 30 წელიწადი არ ვიცი შემარ გახსოვდა ესე ამშენებლობაში ესე მრავალი სასწაული აი როცა სახშაის არაფერს ახალი იყო ხო ის და მახროს ამაშენ აი ჩვენ ამოდიდის სუბათობით ну ეხლა ავიდეთ და გავთხაროთ საძირკველი აი მეოცები ხალხი მაგრამ წამოვედი იქ ხატებით მიდიან ჯვარ ხატებით ეხლა ზარი არ ქონდა და რათა თუ დის ტაფა იყო და გამოიტანე უწყაბგონი ეგაჩიგვიშვილი და ზარის მაგივრობას წევდა და ну თავიდან თან ვიხარია თან მეცინება და მაგრამ მოდივარ ამოით აქ არაგლისკა დავიხატე და აბა ეხლა ყამირია გადამხმარი თიხა იმაზე რა გატეხავს რამის ბარი გაკითხდა და იკაი დავანებთ და მე თქვი რომ რადგან ჩვენი მრევლი ასე ვთქვათ დამოდა პირველი ვინც იყო არის დღესაც ის ქალბატონი შეისწავლებოდა და აჩხატი ახალი გახსნილი იყო მოდიოდა და უფასე წევედებოდა რომ ცოტა შიში არის და რა იქნება როგორ იქნება და ლოცულობდა და თან ისე ქვია შანდებს წინდავდა თავის ხრიდან წირავდა უფალს თავის შრომას ეხლა ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე ну ეტყობა რომ უკვე ელოდება ბავშვი დღე და უცებ ერთხელ არ მოვიდა მეორე არ მოვიდა მესამე არ მოვიდა და მოვიდა ერთი ჯენტლმენი ასე გამართული ქართველი ვაჟკაცი ხმელი თანაპრილი და მოვიდებოდ მეუბნება აქ ერთი ალბათ ახალგაზრდა დიოდა შვილის მოლოდინში იყო და აქ შანდლებს წენდა თქვენდანო ხო თვითონ არ შემოდიოდა ტაძარში გარეთ ელოდებოდა რა ვიცი ну სიცხილე დამლაგებლად მუშაობდა დასინდა ხო და მასო შვილი ეყოლა და მითხრა ადვიქო და პირველ დღის ლოცვა იგნოს უდელმო პირველ დღის ლოცვას წოდნია იმას რომ და მე არ ვიცოდი მოდი ნახოთ უცხოთი რა არის ლოცვა მაგრამ მე დღის არის მე მოწოდეს კიდე და აი ესე იმ კალბატონის ესე კი დავუშვებით პირველი მრევლი ესე დაიწყო ერთმანეთ მათთან მოვიდა და სასოვებით და სიყვარულით და ესაც ახსოვს ერთად ну იცოდნენ ყველას მას ის მეუღლესაც აი ასე და დაიღო 4 შაბათი სულთოფენობის შემდეგ და ამიტომ თქვი ну ახლა პირველი მრევლი გაჩნდა მე დაბადებისგან ჩავთავოთ იმას შვილი ეყოლა ჩვენ მეთქი მრევლი შევიძინეთ და აი ამიტომ ეს ლომისობის დღე დაინიშნა და მე უკვე და ლომისობას ახალი დღე ეგეც არ ვიცოდი მე ნელა ჩვენ ნაცდებით ესე სავსე ცოდი კი არ მოვედით მოგვიწოდა უფალმა მოვედი და მე უკვე ნელა ვიქრება და ცოდნას ყველანაირ და აი ასე მე გავიგეთ მე ვთქვითო ან ლომისნაირ თქმავდა ჩამოვიტანდა თავდოთ მეთქი აქ სადირკოში დავიწყეთ უკვე ეს შენება გათხრა და ერთ-ერთი ჩვენი მრევლია ისეთ
მეუბნება რომ თქვით ლომის ფაუნა და დაძავიდეთ რომ აღარს მახსოვდა რომ თქვით ნუ რახავ თქვი მეთქი წავიდეთ იქო ჩემ მეგობარია ბურდულიაო ნუ თქვენ ჩახოთვე იქო დეკანოზე მოიკითხეთო და იმან დაგოცნო დეკანოზე ეს კაცი დეკანოზე ჯახეთო ოჯახის უფროსი იყო და ეს დეკანოზე რაღაცა სახურზე ასრულებდა რაღაცას ხო ცხარს დაუგლავდა და სულ შეუთუმშავდა და სამდღეს რქებზე დაუთებდა თუ რა ვიცი რა შეკეთდა ნუ ჩავედით იქ წამოდი მეთქი ერთად წავედით და აი სიდონია ჩვენ გვახდა იქ ხო გავხსოვს თამარის თერება ჩავედით და სოფლის ბიძას კითხეთ რომ ისო თქვენი დეკანოზი შეიძლება ნახოთ ო ძალიან მოხუცია უწესია რომ აი რა ხან გინდა თუ აი ბულუნა მოიკითხა იქ ქალაქიდან და გითხრა აუზეთ ნახეთ ხო აი მოიდან ფილში მოხრი ჯოხით და დაესებეთ და ჩემო ბატონო ჩემო ვიდა ავაშენ ვიდა გიორის სახელზე და ლომისის სახელზე და აქედან რო ქვა წავიღოთ შემოხვდა აქედან ქვის დაღება შეიძლება ვიფიქრებთ ადრიდან ქვა უნდა გამოვიღოთ და არა ბატონო ჩემო ადრიდან გამოვასწრა იქ არ შემოხო რა ქვები არის რაღაცა და ნაყარი რა ვინც აქედან რამე წაიღო თუ დავიდე მის საქმე ახ მეთქეულის კაცი მიშენ დუქი არა აი რო ხაროყრია აქ ამადგილზე იქაც როყრია აი ნაყარ მეჩი მეთქიო და დავამთავრებ დავიდე საბალეთ მე თვითონ შეუძლია გამოვიწყა ქენა ვერაფერს ვერ წავიდობ ჩემ მაინც ავიდეთ ლომისში უკან უკვე გრუნდე ასო ვინც არის დამყოფი ფეხით ასლა რა ჯდება იქ ერთ 3 საათი თუ 2 საათი ნახევარი ვიარეთ იქ და დავათვალიერეთ ვილოცეთ ჩამოვედით უკანა გზაზე მაინც ძველი გეოლოგიის წყალი ხო არის რათა ქვებს უყურებ და ერთი ქვა დავინახე აი პატარა ქვა ისეთი აი ზუსტად მასზე აღელვებული ზღვა იყო გამოსახული იგი მუქი მწვანე იყო და ზევიდან ამ მწვანეს თეთრი აი კაფივით ხო კიდევ ტალღები დავინახე და სიდო იმან მეთქი მე ამიგზალა არა იყო და შედის არა უძალდი აი ხო შენ წამოვიდეთ ეს კოდე გონი აქ არის ხო დასრულებული ხო და ეხლა გავიდა ხანი და გავქრათ ხო თქვით ქვალი უნდა ჩამოვიდანო და ეხლა ვიშვა და მანანა იქიდან თუ არ შეიძლება რა ხომ უკვე იმან თქვა იმისი თუ ხარ უნდა გადახვიდე რა დამთავრდა რა კიდე და ქსის ხეობიდან შეიძლება ასლა ლომისობას ლომისეს საუცხოში კაი ავიდეთ ოჯახში არ გააფრთხილა ჩავედით და მაგი გაუწევთ რომ ამ ხელს საქმეზე მიდიარ და ამ ხელა გზა უნდა გავიარო და ეხლა მეუბნებიო რაცა ნუ იცის თავის ის ხალხიათი და ჩაიქნე ხელა არ მომეშვებო და დაკოჩე მაგეთ სადაც შეიძლება მივიყარო ეხლა ფეხით ავედი რა იქ ხო ნავალი გზა არის და აქ ის არის ჯაგები და ბალახია დიდი მაღალი და ნუ მე გავხდები და ხო თუ ხალხი დადის ხოლმე იშვიათად დადის ერთ-ერთი ერთხელ მოიმოუსებს თვადიან ავდიოთ უკვე და ბოლოს და ხედავთ ვიღაცები მოდიან ერის ხალხი ესენი ფინარია მეთქი და ფიქრდი და ალბათ მოხდა სულ სქიზმა ჩვენთან ვიღაც ნაწილი ჯგუფი გამოიყო ეკლესიიდან რაღაცა რომ ისინი უფრო წმინდა ხალხი არიან ჩვენ კიდე მიტულები ვარ და რაღაცა პატიოს განუდგნენ ეხლა თუ ისინი ქმნიან ჩვენ იმათან რა გვასახებო ხარაფერი და გავჩერდით ნუ შევიდეთ ყველა ტაძარში შევიდეთ ხაი მაინც მიდეთ ნახოთ ეგ ტურისტები რა ვინ არიან მივახავდა და ტაძარი ისინი ხმა დელთავრის რომ სერმე კარგად ვიცოდი ხმარს ვიცი და ეს ასე ვთქვათ ვისი მონათლურის მე ვარ და ჩემი შვილების მისი მონათლურებია მე მაშინ დეკანოზი იყო მონათლურდა ეხლა ეპისკოპოსია ჩვენიანებია მეთქი და შევედით მე უკვე ზუსიმის ეპარქია იყო არის კიდევ და მიდი მე უკვე ჩვენ აქ ვართ და გალობელი ერთი ხართ
თუ გაკუთრეთ მეთქი ორი გალობელი თან მოკლედ იმანაა მეორე ეგა ხმების მიხედვით და ასე ესეც ნუ მე ვთქვი მიზანი ჩვენი მოსასხამი იყო მეთქი რომ აი თქვით სიტყვა და იმ დეკანოზმა ისე შემოხედე გაიცი და დეკანოზ ასე კითხებოდი ხელდასმული ხარ და ვიღაცას ეკითხები არა იმათვის ის არის ბელადი ანუ და იმის სიტყვა კანონია ანუ იმის არ მოსმენა შეურაცხყოფთ ერთ თემის გასაგებია არა ჩვენ სხვა გზა ვნახეთ ხა აქედან ის ხეობა და სხვა ეპარქია ისა და ეხლა ეს ქსნის ხედა არაბის ხეობის ერთმანეთთან როგორ არიან ეგ მე არის ერთმანეთის აი მეთქი ესე ქვა გვინდა წავიღოთ მეთქი მეუფემე და აუხრა ორი წაიღეთ ერთი შინით ადარშიო ნაყარია დუღაბისათა და ერთი გარედან წაიღეთ აი დაფასდა ხო ორჯინასო და ორი ქვა წამოვიდეთ ეს დუღაბის ქვა სადიպես ჩაიდო და ის ქვა გარეთ არის ჩასვა როგორია თრი ქვით არის ნაშენები და რაღაცა ბრტყელი ქვა არის ფიქალია შავი ფიქალი აი ესე შენდება ეხლა მე მესმის როგორ შენდება საქართველო წმენით, საშუალებით, სიყვარულით, ძმობით და მეგობრობით, ერთმანეთის მოსმენით, ერთმანეთის პატივისცემით, ერთმანეთის სიყვარულით. ხო, ეს ხდება. ხო, უკვე ტადარი შენდება და ეს რელიეფებს ხო ხედავთ. აქ მთავარ ანგარზე მიქაელია, იცავს აქედან. იქ უკვე ჯვარი აღმართულ და შორს მანდრიატი მუშაობს თავი გაბრიელი აქეთ მხარეს ვარ მახარებელი რომ მიფრინოს და უნდა ახაროს სოფლიოსო ხსელი მოდის ადროს ჩვენ რაღაცა ესე იგი ქონდა ურთიერთობა უცხოელებთან მოიცა ესეთი ბიომეურნეობებს აფინანსებდნენ და ჩვენ თვითონ ვინა ბიომეურნეობა და დაიდო ხელშეკრულება ჩვენ შორის და ექსპერტი გამოგზავნეს რომ ნახე რა ხდება და მოკლედ ვიყურებს რომ ჯერო უნდა მოაგროვოთ თანხაო პატარა ბიზნესითო და თანხა გეკნე და მე აკეთეთო ვიცაქმეო ეხლა აინც მეთქი და ეს სოშალდოს ამხელა ლოც ამუშავებს ნუ კონტურები ჩანს აი ამის მეთქი ათლა ესე და მოჭკურება რა იღირება მეთქი ევროპული სტანდარტებით და მე არა ვარ ექსპერტია მაგრამ არ ამგონია 50000 ევროზე ნაკლებად ვინმე დათანხმდეს ამის კეთებაზე ეს კაცი მეთქი უსასყიდლოდ აკეთებს ამას და იქ რელიეფი ნახე მაგან გაკეთე უსასყიდლოდ საქართველოს ამაზე დგას მეთქი ნუ შეხედავ ესენი ვერ არის მამაშენოს დაახერხები უთხრა მაგრამ უბრალოდ თათ კარგად ვთქვა დელიკატურად ვკითხა სპონსორი ყავს ხარი არა ფონდი გააქვთ არა აბა როგორ ნახე შეგდო ნუ საქმე ესე იწყება რა თქმა უნდა კონდეს ასო და ნუ ხა ისი და ხოლმე მეთქი ჩვენ ხო პატერის კუთხე წამოვიდით და თუ გუფალზე ნებავს ვაშენდეს აშენდება მეთქი და თუ არ ნებავს და თბილისში დენი შენდება რა იქ ვერ დავყავდები კი დავჩები და აშენდა ნუ სასწაულად მას ვით გაიგებდა ხო ივან ვითო ცემენტი ჟახრეში ჩემზე იქნება ილო აკაური კაცი და კარიერები აქვს წარმოება და კარგი და რამე უკვე დახაზული მაქვს სიღრმე სიგანე ყველა გათვლილი მაქვს და დათვლილი მაქვს რამდენი დაგჭირდა ცემენტი ერთი მესამედი მაინც უნდა იყოს ხო შეურული პროცესი და მეუბნები რომ ესე მეთქი ხო გითხარი და ერთი 40 ტონა გვინდა მეთქი და სიჩუმე რაღაც ხორში გიშალოთ 4 ხო არა მეთქი და პერიმეტრი ესეთია სიღრმე სიგანე ამდენია პერიმეტრი ესეთია ხო მოცულობა ეს არის ამოცულობის მესამედი გადაიყვანა ფერიტონის მიხედვით ესეა ჩვენ ხო პატარ-პატარ გიროს ნუ ეს არის მეთქი კაი მეთქი ხა ნუ შეწუხდები რა ჩიგდია სატონზე მეტი არა მაქვს
იყოს მეტი სამიტო. მე ჩვენი ნატალია მიადგა ერთ თავის თანამემამულეს, სადაც მაღლა იყო სფეროებში, ცემენტი გვინდა. ხო, გიო, გავიდა კვირა არაფერი, გავიდა მეორე კვირა არაფერი, როგორ, ხო, გიო, იქნება, გიო. ხო, გაიგო, რას ვერ გაიგოს ნატალია. თურმე საზარეთ ვიქნას რაღაცა დავალდება სახელმწიფო. გაუდგა აეროპორტში. არ გიშვებ ხოლმე. შენ კაცი ხარ. დამტირდი და სიტყვას არ ასწავლე. შენ სვამი ხარ. მოსიკოშ. და თავის მოგესოთა. აი რასაც კითხვის შეუშურე 20 მეგამიშვით. 10 ტონა ეხა იმან მოიტანა. აი ესე ნაწილ რაღაცა შევაგროვე და ჩაისხა. ბალავერი ჩაისხა. დამთავრდა. დათეზამდა. დეკემბერია. ხამე, ვიღაცა გვიპიპინებს ქვემოთ. დინარის პირას, გავედით ვინახა რაღაცა. მე ტრაილერი დგას. ამიტომ თქვენ ახარ თქო დადაშოშებთ, ხო? აი გავმაგზავნოს ერთი 20 წანა ჩამოვიდა ცემენტი. რაღაცი ჭირდა, იცები და არა უკან ვოტანოსაც წავიღო. უბრალოდ იმანდა ჩაიტანა. ნუ აი ეს თორე კაცი ჩადაეცა და გადმოვდით და ვეკრეს. აღარ ჭირდებოდა. კიდევ ჭირდა მე. აი ესე საოცრად ყველაფერი ჭირდებოდა. კირის არ იყო. ეხლა ვიქნა აი გავეშო კირი. დავდით და ბოლნისთან არის კარიერი. ასეთი კირის. გამოვიღეთ ხა ორმოიყვა ხაასა იმ ორმოში და ხო ჩაქრეს ხო წყალს ვარცხავს ხო ბულს მოკლედ უკვე ელესება საკმარისი კირი. მოდის მანქანა და კირი მოგიტანეთ ხო და ვინ გამოგაზანა მეთქი რა ვიცი როგორ არა მითხეს რომ ჩემ უბრალოდ მაგრამ ის იმან კი არ გამოგზანა იმანს ვიღაცამ დაურეკა და იმან კიდევ იმან დაურეკაო და ო ისო დამიცადეთ რა შეჭირება რა დედოფ წყაროში უნდა დაბრუნდები იქიდან მომაკირიო ხარი რა კიდო და იქა ვინ გამოგზავნა ვიფიქრე უბრალოდ ხო ის უბრალოდ ხო ის არის უბრალოდ შენ კარგად ნახილი ხო ის არ გოშკელია აი ლია ისწავს იმას კარგად ხო დიშვილები არიან ხო არა რიგავიდა ლია ხო კარი რო გავიდა ხო და გავიკითხე მე საიდან და თურმე ერთმა ჩემმა ნაშრომმა ნანა ვარშავა ვიზახი გაიგო რომ აქ ის კარიერა სადაც არსებობს ხო და ნუ აი საქმის გულში ვარ სადრა მანძილებია ყველაფერი სახში მოძდის რასაც მოინდომებს ქმარის ყველაფერი მოაქვს სახში და ნუ რაღაცა თავრობის რაღაცა კავშირები და ვიღაცას დაურეკა რომ კერი გჭირდება ერთი მანქანაო და იმას იქ დაურეკა იქ რაიონში აბა ერთი მიდით ბიჭებო თქარო და ჩამოვიდა კერი და მაგრამ ისიც გამოგოძნა მე რაღაცაში გონი გამოგოძნა აი ეს იმაზე მეტი გეძლება მიდი გჭირდებოდა აი ეს მადლის მოქმედება არის ხო ის კაპიტალს კი არ გითვლიან უხვად გაძლევენ იმაზე მეტი მიდი გითვლ და მე პრობლემა საწაიღო რა უქნა რომ მოგცე ხო ხოლმე და ყენა აი ეს არის სასწაული ღვთისა ერთმა ქართველმა რომელსაც სამხედრო ჩვენიანიო თქვა რასაც გასცემ შენიო რასაც არ არის დაკარგულიო ვიცით ის არის და აი შენ გაიცი მაგრამ წმენით გაიცი იმედით გაიცი ღვთის გულისიც გაიცი და უფალი შენ ხედავს ამას და მოგაგებს ეს წმენით ასაშოების არტიხია და აი წმენით ასაშოების სიყო გაეცეს ჩვენ და აი თუ ამ როგორ არის სიმღერა ჩვენ ხართ ხო ამაშიოს მოწაფეები დღეს მადლობა ღვთისა ისაა შეგვიძლია ჩვენო ურულების სიმღერა ხო თუ არა ხალხური აი ეს მადლობა შევცეთ ჩვენ შეგვიძლია დღეს აქ და მე უფლის მადლობი ვიყო თქვენი მადლობი ხო შეიძლება ბერნო გაიგო მაგრამ ყველა კი არ მოვიდა თქვენ მოხვედით
აი ეს მაგალითად მარტინ ქრისტეს ჩვენს იესო ქრისტესი და მოსაწესე იყოს თქვენთან და სულ საქართველოს. ამინ.